მოგესალმებით. მოთელვის შემდეგ უკვე ვიწყებთ ძირითად ვარჯიშს და ძირითად ვარჯიშად დღეს ჩვენ გვექნება ღრმა კუნთების დამუშავება და ასევე მოძრაობის დამუშავება. მოკლედ ეს არის ერთ-ერთი საფუძველი, რასაც უნდა შემდგომ ააშენოთ სხვა ვარჯიშები. დავიწყოთ. პირველი ვარჯიში გვექნება დამუშავება hip hinge-ს ეძახიან. ეს არის ბაზა ძალიან ბევრი ვარჯიშისა, ამიტომ სწორი მოძრაობა უნდა ისწავლოთ. ხელები დაიკავეთ თეძოსთან და იწყებთ საჯდომის უკან გაზნექვას. ნახეთ, საჯდომით თითქოს რაღაცას უნდა მიაწვეთ უკან და ოდნავ იხრება მუხლები. ისე უნდა გაიტანოთ, რომ აი ეს ხელები კანსა და ფეხს შორის მოიქციოთ. აი ეს სადაც იხრება ხელი, აქ უნდა თქვათ დაიჭიროთ თქვენი ხელი აი ამ მუხლის ადგილას. ეხლა ჩავთავ მე წამზომს და ვიწყებთ ამ ვარჯიშის კეთებას. 1 2 3 წავით. ასე უნდა გაგეწეროთ უკანა ნაწილი და საჯდომი. უყურეთ, ტანს დააკვირდით, წელი არ იხრება, ასე სწორ მდგომარეობაშია. იქამდე გაწელით, სანამ აი ამ ნაწილის დაჭიმვას არ ვიგრძნობთ. აი ასე. აი ასე. არ იჩქაროთ, ეცადეთ რომ შეისწავლოთ თქვენი სხეული. ცოტაც. ახლა შესვენების გარეშე პირდაპირ ვაგრძელებთ თავზე ხელები და იგივე მოძრაობას უბრალოდ ამ შემთხვევაში წელშიც კარგად ხართ გამართული. საჯდომით ეცადეთ ადგომას, ანუ მიაწექით საჯდომს ადგომისას, აი ეს მოჭიმეთ და მიაწექით. თავზე ხელები გაქვთ აი ამ მდგომარეობაში. ამოსვლისას ამოისუნთქეთ. აი ასე. არ იჩქაროთ, აქ მთავარი მოძრაობაა. და უნდა იგრძნოთ კარგად კუნთები, მინდა რომ თქვენი სხეულის შეგრძნება დაიწყოთ. ერთიც. კარგი. გადავიდეთ შემდეგ ვარჯიშზე. დგებით 4-ზე. ხელები არის მხრების ქვეშ, მუხლები გვიტევს თეძოს ქვეშ და ვიწყებთ ხელის და ფეხის ერთად გაშლას. ეცადეთ რომ წელი არ მოადუნოთ, შეკრული იყოს პრესი. გაემზადეთ, ხან ერთ ხელს ვაკეთებთ, ხან მეორეს, ანუ ვცვლით. წავით. მარჯვენა ხელი, მარცხენა ფეხი დავდეთ. აი ეს. ეცადეთ რომ გაწელოთ მაქსიმალურად ხელიც და ფეხიც. და უყურეთ, სადა გვაქვს ძალიან მაღლა კი არა, ასე კი არა გვაქვს. აი ზუსტად ისე რომ ერთ სწორ ხაზს ქმნიდეს. აი ასე. როგაშილით ამოისუნთქეთ. გაიწერეთ კარგად. და წელი არ ჩავაგდოთ. გადავიდეთ შემდეგ ვარჯიშზე, აქვე წამოვტრიალდით. ჰიდაპზე დავეგდნოთ, ერთი მუხლი არის მოხრილი, შეხედეთ როგორ. და წამზომზე გადავიდე ხელახლა. და მეორე ფეხი არის გაშლილი და უყურეთ თითის წვერი, ასე კი არ იყოს, ზევით ამოწეული. ზევით ამოწეული, ოდნავ უკან გაწეული და დავიწყოთ ჩავთო. გამოვყავარ. აი ასე. აი ამ მდგომარეობაში ვაკეთებთ. აი ეს ნაწილი უნდა დაგეჭიროთ, ნახეთ. თითის წვერი არ დაგავიწყეთ, ოდნავ შიგნით ჩატრიალებული. ცოტა გავშლი. აი ასე. ჩამოგვაქვს მეორე ფეხის წერფამდე, ისევ აქ გვაქვს. ასე გაჭიმული მუხლი აგვაქვს და ჩამოგვაქვს რამდენიმე წამით. წავით, შევცვალოთ გვერდი, გადავიდეთ ახლა მეორე გვერდზე. აი ასე. ეს მუხლი მოვხაროთ, ეს გავშალოთ და ამ წამზომს მოვკლავ სავარაუდოდ და დავიწყოთ. აი ასე.
თუ აი ეს მდგომარეობა თქვენთვის არაკომფორტულია, აი ეს მდგომარეობა შეგიძლიათ გააკეთოთ, აი ასე. მთლიანად გიდევთ წელი, უკვე მთლიანი დატვირთო ფეხზე გადადის და თავს ქვემოთ ხელი გაქვთ უფრო მარტივი. არ იჩქაროთ მოძრაობისას, აი ეს ნაწილი დაგიჭიმებათ, როგორც გითხარით. რამდენიმე წამი დაგვრჩა. კარგი. ისე კარგად აგეწევათ, ხო მარტივი ჩანს, მაგრამ ასეთი მარტივი არ არის. შემდეგი ვარჯიში არის კედელთან გაკეთება, სკამის, ეს ადრეც გაქვთ მასწავლი. აი მდგომარეობაში მართი კუთხე უნდა შექმნათ, მუხლი და ქუსლი ერთ ხაზზეა. ეხლა ძალიან რომ ეკრანიდან არ გავიდე კამერიდან, აი აქ დავდგები და წამზომი ჩაერთო. შეგიძლიათ დაიდოთ ხელები ფეხზე, ოღონდ ეს ამარტივებს, თუ გინდათ რომ მარტივი არ იყოს, აიღეთ ხელები. სიგანეს რაც შეეხება ფეხების თეძოს სიგანეზე უნდა იყოს, არც მიტყუპებული და არც ძალიან გაწეული. თუ გირთულდებათ ოდნავ ზემოთ დაჭექით, მაგრამ კარგი იქნება თუ მართ კუთხეს შექმნით, აი ასეთ მდგომარეობას. დიდხანს არ ჩერდებით პირველ ეტაპზე. ცოტაც. მორჩა. კარგი გოგონები ხართ და გადავედით ბოლო ვარჯიშზე. ისე 4-ზე ვდგებით. დავაკეთებთ. წელის ჯერ პირველ რიგში ჩაზნექვას, ნახეთ, მაქსიმალურად თითქოს თასის ფორმა უნდა მიიღოთ და თავის აწევას და შემდეგ მთლიანად ამოწევას წელის და ამოსუნთქვას. აი რომ ვარიანტი ყურეთ. ისე ზევით უნდა აწიოთ, თითქოს კუზი ამოგეზარდათ და ამ კუზით ჭერს უნდა მიაწვეთ და აწიოთ. ეგეთ შეგიძლიათ უნდა გააკეთოთ. აქ როცა ჩაიტანთ, თითქოს მუცელი უნდა დაადოთ იატაკს. აქ კიდე პირიქით, ზურგი. დავიწყოთ ამას ვაკეთებთ 10 გამეორებას, რადგან ტემპი სხვადასხვა გვაქვს და 10 გამეორების შემდეგ პირველი წრე რჩება. წავიდეთ, დავიწყოთ. არ იჩქაროთ, რაც მთავარია. ხელების დებარეობას დააკვირდით, მხრების ქვეშაა ხელები და მუხლები არის თეძოს ქვეშ. შვენიერი. ეს იყო ერთი წრე. გააკეთეთ იმდენი წრე, რამდენიც იქნება ვიდეოს აღწერაში მითითებული. აბა თქვენიცით.